წინამორბედი ალბათ ყოფილიყო სიხარულისა. უფლის მოწმობა უდიდესია უსაზღვროა. Ediția mea n-au ce se transmită. Iată mă uitam, mergi სამთავროში. უსაუბრო ყოფილიყო წყალობა ადამიანებზე. ანგელოზი როსული იყო ესეთი უსაუბრო წყალობა არ იქნებოდა. რომელიც წმინდანი, რომელიც ქერუბი შედარებით რომელიც ვერ იქნებოდა. ვერ დამოსულიყო. და ვერც ერთი ანგელოზი ვერ აიღებდა თავის თავზე იმ სიმძიმეს ცოდვისას, რომელიც ასობრებოზე იყო. და ვერ შეძლებდა ადამიანი გაითავისუფლებია ჯოჯოხეთისგან, წყლებისაგან და სასჯელისაგან. ეს მხოლოდ შეიძლება ღმერთს, იმიტომ რომ ერთი მცირედი ცოდვაც კი არ შეუძლია რომელიმე წმინდანმა იკრიფოს, ანუ ახლოსოს ის რაც ადამიანისეული იყო. ამიტომ ღმერთი მოვიდა სამყაროში, რათა ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე აიღოთ, ჩვენ უნდა განვითარებოდეს. ასე უსაზღრო წყალობა ღვთისა, ამიტომ უიმედობა ყველაზე დიდი ბოროტებაა. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები, რომ უიმედობაში არ შეიძლება ქრისტიანი იყოს, ამიტომ ისეთი დიდია წყალობა ღვთისა ჩვენზე, რომ უიმედობა ეს უდიდესი შეურაცხყოფა არ ღვთისა. ეს ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს მეორე ადამიანისთვის, არაფერს არ აკეთებს. იქაც უნდობლობა დანაშაულად იწვება და მით უმეტეს ღმერთის უნდობლობა და უიმედობა. უიმედობას უნდობლობას აქვს. მეორე მხრივ არ ვინდობთ ბერს მის მოსყარებას ის სიყვარული შენთან. ამიტომ ისია ძალიან დიდია ეს სიყვარული. და ჩვენ შეერთome ერთმანეთს უსურვებთ ხოლმე რომ ბედნიერი ყოფილიყავი, არაფერი არ გაგჭირებოდა ეს. მუდმივად კარგად ყოფილიყავი. ვარდ გონია რომ კარგია, გასაგებია კარგია, ჩვენ კაითილი გულით უსურვებთ სიკეთეს ადამიანს და კარგად ყოფნას, მაგრამ ერთად გვახსოვდეს რომ ეს უცი სოფელი არის გლოვის და ტირიკის ადგილი და არა სიხარულის და ბედნიერების. თუმცა საფრთხე ნუგეში და ბედნიერება ადამიანს ეძლევა ღვთისგან. არ ტოვებს მერტი ადამიანს ნუგეშის გარშე, იმიტომ რომ ნახე ქრისტეს ანუ სულიერი გლოვა ეს ნუგეში მისცემასთან კავშირშია. მაგრამ აფრთხილური გართობა ტკივილთა და უპირობასთან არის კავშირში. ანუ გართობა სხვა რამეა და სულიერი გლოვა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საფრთხე ნუგეში, ეს პარამია. გლოვა პირდაპირ ნუგეშია, ეს ქრისტესთან ერთობა, რაც არის, რაც ქრისტესთან გაკავშირებს, ეს ჩვენთვის ნუგეში და სიხარულია, ნამდვილი სიხარულია. მაგრამ ამიტომ ეშობა შეცვალა თქო, ვითარება. ჩვენ ცოდვები, რომელიც კაცობრიობას აქვს და თითოეულ ჩვენგანს პირადი ცოდვები და ყველას გვაქვს. ეს ერთ-ერთი მამამოს ზურგზე მოფკიდა ეს მაგრამ. სიხარული და გართობა წინარია. ის სიმძიმეს ვატარებთ ზურგით და ვერ ვარჩინებთ. და გართობა რომელიც გონია თქვა სიმშვიდე ნუგეში ჩვენთვის ეს მეორე სიმძიმეა კიდე. ანუ ორი მხრივი სიმძიმე დაგვაქვს. ერთი გართობისა და ამფერფიული სილაგიდიდან გამომდინარე და მეორე ჩვენი ცოდვები რომელსაც ვერ ვხედავთ და ზურგს უკან გვაქვს მოგიგებული. ამიტომ ლოცვა და გლოვა სწორედ ჩვენ ცოდვებს გვანახებს. და ხსნის იმ თვითს, რომელთაც კაცობრიობა დამზიმებულია. და გაჭირვებაშია, წუხარებაშია. და მისი მდგომარეობა მუდმივად რაღაც, ესე იგი, კავშირის მდგომარეობასთან არის კავშირში და ამიტომ თუ გინდა რომ ჩვენი ცხოვრება იყოს სრული, ლაღი, შვიდი, წყარი, ნუგეში სავსე, ამიტომ უბრალოდ სწორად თხოვოთ ღმერთს რომ დაგვანახოს სიგრძეა ჩვენი ცხოვრება და ნიჩი მოგცეს იმისა რომ მოინანია გულახდილა და გულსწრება. არაფერი არ დავაყო და არაფერი არ შევალამაზო. მოდივად ადამიანის სიგრძე თავის უწოდა შეალამაზოს. ან ზედაპირულად თქვას, ასეთი ცოდვის მოდანიები ვერ მოვიცით იმ სიგრძეს, რაც ადამიანს აწევს, მის სულს და მის გულს. ამიტომ თუ გინდა რომ სული და გული განთავისუფლდეს სიმძიმისაგან და ჩვენი ცხოვრება მართლაც ნუგეში და სიხარულით, ნამდვილი ნუგეში და სიხარულით სავსე, უნდა ვთქვათ ღვთისგან ხედვა ჩვენი ცხოვრებისა და როდესაც რასაც დავინახავ და შევავსებ, გულახდილად გულსწრება გულინარიოთ. შენაბადებისა და ყოველივე თქვა მიგულების გარეშე. ვერთმა დაგვიცოთ, ვერთმა თქვენთან ერთად მამა. ჩვენთანაც არც დაიყოს.